როგორ მდგომარეობაში იყო? თუ დაზიანებები ჰქონდა, არ ჰქონდა? გავდა დენის დარტყმით გარდაცვლის თუ არ გავდა? საშინელ მდგომარეობაში. სულ ზელიუნკით იყო და იგი ნაცემი და ნაიარელი ზელიუნკით ჰქონდნენ და გამწვანებული. თელ ტანზე? ტანზე, ყველა ადგილს ვერ უნახავთ. მე პირადად წელი გამოგლიჯილი ჰქონდა. აი ამაზე. და დაფარებული ჰქონდა ის მარლის ნაჭერი. ყელი გამოგლიჯილი. და ზუსტად არ ვიცი ახლა მიენანახე და ენა აძვრესო ამბობდნენ. ვინც გააპატიოსნა და საძეს მინახე. სამძიმარს გარეთ ვღებულობდი, დიდი ხნით ვერ უყურებდი, ისეთი დასახიჩრებული იყო, აი გული მიხდებოდა ცუდად. ვიდეო კამერა დააყენეს, როგორც კი მიცვალებულ ჩამოასვენეს და აფიქსირებდნენ ყველას, ვინც მოვიდო და იღებდნენ. და მე ღამე აგზავნიდნენ ზოგან, ასე ვთქვათ, ნათესავს, ზოგან ზონდერს, რომ ეს ხალხი დაეშინებიათ, რომ აქ აღარ მოსულიყო. ხალხი არ მოსულიყო? არა, არავინ არ იყო, ერთი 10 კაცი იქნებოდა დასახლებაში. ვიცოდი მანამდე, რომ ფულს თავაზობდნენ მეზობლებს 50-50 ლარს, ვინც არ მოვიდოდა დასახლებაში. გამიგეთ? აი ისეთი ზნედაცემულები, ანუ ქართული რო არაფერი არა. ჩემი თვალით დავინახე რა, გადახადეს ისა, რასაც ბრძანებს კაბატონის შორენა. ყელი ქონდა გამოგლეჯილი, მარცხენა თვალი ქონდა ოდიში და ამოთხრილი, პირდაპირ მნიშვნელობით რა, ამოგდებული ქონდა თვალი. ხელები ქონდა ჩალურჯებული მკლავებზე, ეტყობა არა. ჩამოკიდებული ყავდათ და ისე ჩამოკიდებული აწამებდნენ რა და ის ბოდიში და ზელიონკები და ისინი იმიტომ წაუსვეს, მაშინ სასიცოცხლო თვისებები ქონდა შენარჩუნებული, ჯერ კიდევ ეტყო და იფიქრეს, რომ გადარჩებაო და მე რომ მოკვდა, მოკლეს. ეხლა არ მინდა თქვა, რომ შემოაკვდათ. რაშვაში იყო ეს წამება და ჩამოკიდება. რომ მოკლეს, მე უკვე ასე ვთქვათ მიუშვეს და პროცესი და დააფარეს რაღაცეები. საათ მოხდა ეს დათმობა? როგორც ოჯახმა იცის და როგორც ჩვენ ვიცით, მცხეთის იზოლატორზე არის საუბარი. და აწამებდნენ, თუნე იქ ყოფილი ერთი ადამიანი იმას ვთქვია, რომ ისი აწამებდნენ და ერთი ის არ უქმნიან და მხოლოდ ყნესოდა, თუნე ვაი დედა. ხმა არ ამოუღია, ვაი დედას იძახოდა. ბუნებრივია, რომ ექსპერტიზას ჩაუტარებდნენ მაშინ ბატონი სულიკოს ცხედარს. რა ჩაწერეს ოფიციალურად დასკვნაში? ერთ წუთში გაანადგურეს ყველა სამუთი, რაც უნდა შედარებულიყო შემდეგ ჩატარებული ექსპერტიზასთან და 2 წლის შემდეგ მიცვალებული ამოვიდა. ანუ ექსჰუმაცია მოხდა ცხედრის. მივმართე პროკურატურას და ბატონი ალექსანდრე გეჯაძე, დამოუკიდებელი ექსპერტი, ჩამოვიდა, მიცვალებული ამოასვენეს, მოხდა მისი ქუთაისში კლინიკაში მორგში გადასვენება. მან აიღო შესაბამისი ანათალები, ბიოლოგიური ანალიზები, ყველაფერი, მაგრამ რასაც უნდა შეედარებია ეს ყველაფერი, ის აღარ იყო ფიზიკურად რა. არავითარი უფლება არ ქონდა, სახელმწიფო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ის გაენადგურებია. არ ქონდა მაგის უფლება, მაგრამ გაანადგურეს და ეხლა სხვათა შორის უშიშროება და ბატონი პაატა რომ მოგზანდებოდა, აქ ჩვენთან მასაც ვთხოვდით, რომ თუ მართლები ხართ მეთქი, ექსპერტიზის დასკვნა დაგვიდევი, რა მოხდა, როგორ მოხდა და ამ ყველაფერზე იყო ცივი ვარი, ექსპერტიზის დასკვნას ვერ მოგიტანთ. ამაში ეთყობოდათ, როგორი მართლებიც იყვნენ. კომუნიკაცია თუ გაქვს პროკურატურასთან რა ხდება ამ საქმეზე? კომუნიკაცია და რამოდენიმე ადამიანს უფლებამოსილების გადამეტებაზე წაუყენეს ბრალი. გაკეთდა იმის გამო, რომ საქმე წაეყვანათ იქეთკენ, რომ იმ შეტაკების დროს დაიღუპა ვითომ და არა იქ სადაც მოკლეს. პროკურატურაში მითხრეს კიდევ ერთი რამ, რომ პროზექტურაშიო უშიშროების წარმოადგენლება მიიყვანეს, ეს გამიხილეს. შავი ჯიპითო, უნორო ჯიპითო და ვინ იყო ესო გასაიდუმლოებულია. ნუ არიცი. ვერ დაადგინა ეს ამაზე. არ დაადგინა.